სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთანაც. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ზობის წინვალე დღესასწაულს. თქვენ იცით უკვე აღდგომამდე ერთი კვირაა დარჩენილი. ამ ერთ კვირაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მაცხოვრის ვნებებს, შეურაცხყოფას, პატიმრობას, ჯვარზე გაკვრას. და სწორედ ამ მოვლენებს წინ უძღოდა მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? თქვენ იცით, რომ სულ რაღაც ჩვენ წინა დღეებში ვიტესასწაულეთ ლაზარეს აღდგინება და დავწვდით იმაში, რომ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ იმდენი სასწაული აღასრულა, რა მთელი კაცობრიობის არსებობის მანძილზე არავის არ აუსრულებია ამ ხელა სასწაული. დროებით აღდგინება, ბრმის განკურნება, კოჭის განკურნება, კეთროვანის განკურნება და ძალიან ბევრი სასწაული. მაგრამ ჩვენ აი ამ ყველაფრიდან წმუდებით, რომ ადამიანთა ნაწილი არის ბნელში, ნაწილი არის ნათელში. ადამიანთა ნაწილს აქვს გონიერება, ნაწილი არის უგუნური. ეს მთელი კაცობრიობის მანძილზე ასე ყოფილა. აი ამ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა, რომ ყარდაო ხაზგასმა არის ლაზარე 4 დღეს მკვდარი იხსნებოდა მისი სხეული. მოახდინა სასწაული და აღადგინა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მოკლებული იყო ებრაელთა ერი მეფეს. ჩათვალეს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, რომ ის იყო მეფე, მესია. და მხოლოდ ფარისევლებმა, წიგრობებმა და მღვდელმთავრებმა არ მიიღეს ეს სასწაული, როგორც ჭეშმარიტი სასწაული. პირიქით მათ გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ არა მარტო ლაზარი, არამედ იესო ქრისტეც. აი ეს არის უგუნურება. სამწუხარო დღესაც ყავს ასეთი ადამიანები, დღესაც არიან ჩვენს გარემოცვაში. რისი დანახვაც არ უნდა ვერ დაანახეთ. ხილვად ხედავთ, რომ ეს ასე არის, მაგრამ არ უნდა რომ ის დაიჯეროს. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ წინააღმდეგობის